უკვე რამდენიმე თვეა კუჭი მტკივა. აი ტკივილისაგან რამის კედლებზე გავიდე, ისეთ ცუდ დღეში ვარ. 1000 ექიმთან ვიყავი, უამრავ ექიმთან მისული, მაგრამ ვერავინ ვერ მიხვდა რა მჭირს, აი უკვე აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, როგორ ვიმკურნალო. აი ამ კუჭის ტკივილმა 12 გოჯანაწლავიც ჩაიყოლა. შინაგანი ორგანოებიც ამტკივდა. თან ნერვოზი დამემართა, უკვე უძილობა მაწუხებს, შაქარმაც ამიწია ამ ყველაფრისგან, ძალიან ცუდად ვარ. ვახ, რა ცუდად ვარ. ვაიმე, რა ცუდად ვარ. კარგი, საკმარისია. შეიძლება დავიწყო უკაცრავად, შეიძლება დავიწყო. მოკლედ ძალიან კარგი ბიჭი ხარ. ძალიან კარგი ბიჭი ხარ. მე ვიცი ზუსტად შენ რა უნდა გაგიკეთო, რისი ოპერაცია გჭირდება, ზუსტად ვიცი ეს ყველაფერი. ამიტომ მე ვთვლი რომ შენ ჩემი პაციენტი უნდა გახდე და ზუსტად ერთ თვეში მე ფეხზე დაგაყენებ შენ ჩიტივით. ვაი მეიცით, მე არ ვიცი თქვენ რა გჭირთ, მაგრამ მე ვგრძნობ რომ ჩემი პაციენტი უნდა გახდეთ, იცით? საიდან გძნობთ ძალიან მაინტერესებს. იცით, თქვენ ახსენეთ რომ შაქარი გაქვთ არა? გეშდები შაქრიან ბიჭებზე. რას ლაპარაკი, ჩემო სხვასაც უყავს, ვიკითხოთ, არ შეიძლება. მე რას გეტყვი, იცით, ჩემო ლამაზო. მე ვფიქრობ, მე ვერ გეტყვი რომ აუცილებლად ჩემთან უნდა წამოხვიდე, მაგრამ ვფიქრობ რომ შენ ისეთი მაგარი ხარ, რომ სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან მორჩები. პრინციპში შენ უკვე ნამკურნალები ხარ, მაგრამ თუ გინდა რომ მე გიმკურნალო, მე ვფიქრობ რომ უნდა მირჩიო მე. შაქარი. ბოდიში გიხდით? აი ეჭვიც არ მეპარება თქვენს პროფესიონალიზმში, მაგრამ ფორჩხიძეს ვირჩი. ისე ცუდად ვარ. ვაფშე ვერ სუნთქავ. გადამარჩინეთ. კარგებო. შენი პაციენტია, რატო არ უხალხოს? ჩემი სტილი არ არის, აი კომბინაციაზეც ვერ წავიდე. აი მე გოგო პაციენტები არ ყავს. არა, ეთყობა დაზღვევით არის ხმაზე, ეთყობა დაზღვევით არის მოსული არ. არა და შენი არა, დათო შენია. არა, კაი გოგო ყოფილა. სამწუხაროდ თქვენ ამ ჯერზე არ გაგიმართლათ, ნუ სხვა დროს კიდევ სადაც. მე მაინც მინდა უთხრა კონკურსანტს რომ უდაოდ ნიჭიერს რომ თუ ის კიდევ გააგრძელებს და არ გაჩერდება, ჯერ მისთვის არაფერი დაკარგული არ არის. კი, რა თქმა უნდა. რაღაცა მართლა გქონდა. ხო. მე უბრალოდ სურდო მაქვს. უბრალოდ მახველებს, სულ ეს არის. ძალიან მაგარი ბიჭი. ძალიან მაგარი ბიჭი. იცით, ემოციებს ვერ ვფარავ. აი ეს ნამდვილი სასწაულია, იცით? მე ვგრძნობ რომ თქვენ ჩემი პაციენტი ხართ. მე თქვენ ერთ კვირაში განკურნავთ. ნახე საოცარი ბიჭია. მომისმინეთ ჩემო კარგო, მე შენ 2 დღეში განკურნავ, ძალიან იაფად, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რა წამლები უნდა დაგინიშნო და ამიტომ ჩემი პაციენტი უნდა გახდე. ჩემო კარგო, მე არ ვიცი რა საპირებენ ჩემი კოლეგები, მაგრამ მე ზუსტად ვიცი რომ დაგინიშნავ იმ წამლებს, რომელიც შენ გინდა. ძალიან რთულია არჩევანის გაკეთება, იცით? რა არის რთული? შენ ჩემი შერასექსი ხარ, არა გაქვს მოსმენილი? კი, მაქვს მოსმენილი და მეც ვირჩევ დათოს. არ გადავიდე სულ რა. არა, ესე აი დათო რა, ეს რა, აი რა. ვინ არის ეს? ვერ გავიგე. ყველა პაციენტი წამართ. დათო, კარგი რა, კარგი ვინაო. ვცნობდი რომ ჩემი ყაი. ჩემი თოვლი მოსულა, არა გაქვს ნამღერი? დაუშვათ მე. რა შუაშია? გამოიწერეთ ემიგრანტ TV. მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.